სურსათის უნებლობის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სფეროში ჩართული დაინტერესებული მხარეებისთვის ყოვლის მომცველი ინტენსიფიკაციური პროგრამის ხელშეწყობით მრგვალი მაგიდა გამართა. ღონისძიების მიზანი მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარება, ფერმერთა ინფორმირებულობა და რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში არსებული კანონმდებლობის დახვეწა იყო. მოგეხსენებათ ევროინტეგრაციის გზაზე სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხოლო სოფლის მეურნეობაში რძის პროდუქტების წარმოებას ასევე განსაკუთრებული ადგილი უკავია. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრას მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის, ასევე ევროინტეგრაციაში საქართველოსთვის ხელშეწყობისთვის. ჩვენი პროდუქტები, სამხმარებლო ბაზარზე არსებული პროდუქტები ხშირად ვერ უძლებს კრიტიკას, ამიტომ ვითარების გამოსასწორებლად ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და მით უმეტეს ეს უნდა განვიხილოთ, მე ვფიქრობ, ვილნიუსის სამიტის, ევროპას სამეზობლო პოლიტიკის და მიახლოების საკანონმდებლო ჩარჩოს ჰარმონიზაციის ჭრილში.